ქართულ გუნდს შეუძლია მეტოქის ნახევარზე გადავიდეს და შექმნას ხიფათი. როცა გიორგი არაბიძე გუნდშია, სტანდარტები რა თქმა უნდა განსაკუთრებით საფრთხეა. ჩაწოდება დარტყმა კანის მმართველობით იყო მომენტი. რაც ცოტა დააკლდა ქუთაისის ტორპედოს აქ ანგარიშის გასახსნელად. სონი დარტყმა კანის მმართველობით მამუჩაშვილი შეინარჩუნა მუთი ტორპედომ და აი ეს უკვე მომენტი იყო. ჩაწოდება საჯარიმოში და 1-0 ქუთაისის ტორპედომ მაინც შეინარჩუნა კარიმ შალად და რუან რენატო გატანილი გოლის ავტორი ეს კუთხური საბოლოო ჯამში კარგი გამოდგა. ამოტანილია ბუკია აქ უკვე ისევ ახალგაზრდა მცველი შემდეგ მამუჩაშვილს ეს გამოარჩევს ვოლკოვს არ უნდა მივაღებინოთ ბურთი. სამწუხაროდ მეორე გოლიც გაუშვა ქუთაისის ტორპედომ. ჯარიმის დაფიქსირებას ითხოვა გოლის შეცდომა და აქ მე მგონი არის პენალტი და კი ინიშნება 11 მეტრიანი ქუთაისის ტორპედოს კართან ოთო გოშაძე მიიღებს ყვითელ ბარათს. ეს გააკლდა ახლა ქუთაისურ გუნდს. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ბრაზილიელი ცველი, რომელმაც ანგარიში გახსნა დღევანდელ შეხვედრაში. მოკლე ნაბიჯებით გამორბენი, პაუზები, უცნაური შესრულება, შეასრულა ძალიან კარგად. გოშაძემ ვერ გამოიცნო კუთხე და რუან რენატომ გაიფორმა დუბლი. 3-0 ხდება ანგარიში, რითაც კიდევ უფრო მეტად მძიმდება ქუთაისის. წინ გადაცემა დეისაძე იქნება ბრძოლაში და დარჩა ბურთთან ერთად საჯარიმოში შევიდა პასი გავიდა და კინაღამ გოლიც გავიდა. შანსი ჰქონდა აქ ტორპედოს ერთი ბურთის გაკვეთვის, თუმცა ვერ მოახერხეს ქუთაისელებმა ბოლო წუთზე ამის გაკეთება.